21 წლამდე ევროპის ჩემპიონატმა საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა 2023 წელს შეიძინა, როდესაც აღნიშნულ ტურნირს უმასპინძლეთ დასწრებადობის რეკორდი მოხსენით და ამავდროულად ჯგუფური ეტაპის გადალახვაც შევძელით. თანაც სიკვდილის ჯგუფიდან, სადაც ჩვენთან ერთად ბელგია, ნიდერლანდები და პორტუგალია იყო. გავიდა 2 წელი და ამჟამად ტურნირზე უკვე საკვალიფიკაციო ეტაპით პლეი-ოფის რაუნდში ხორვატების პენალტების სერიაში დამარცხებით მოვიპოვეთ ტურნირის საგზური. ამ ნაკრებში კი ჩვენი ყველაზე ძვირად შეფასებული ფეხბურთელი ირაკლი აზაროვია, რომელსაც ტრანსფერმარკტი 4 მილიონ ევრო დაფასებს, მაშინ როდესაც მთლიანი ნაკრების ღირებულება 17,5 მილიონი ევროა. ამ ტურნირიდან მსოფლიომ უამრავი დიდი ტალანტის შესახებ უფრო მეტი გაიგო, რომლებმაც მოგვიანებით გაცემული ავანსები გაამართლეს და დიდი ფეხბურთიც ითამაშეს. წინა ტურნირზე ასეთები ინგლისელები კოლ პალმერი და ენტონი გორდონი იყვნენ, რომლებიც ახლა თავიანთი კლუბების წამყვანი ფეხბურთელები არიან. გამონაკლისი არც წლევანდელი ჩემპიონატი იქნება და სატრანსფერო პორტალ ტრანსფერმარკტის მიხედვით წარმოგიდგენთ 5 ყველაზე ძვირად შეფასებულ მოთამაშეს, რომლებისგანაც საფეხბურთო ექსპერტები ყველაზე მეტს ელიან. მეხუთე ადგილი არჩი გრეი 38 მილიონი ევრო, ნაკრები ინგლისი. იმ ფაქტმა, რომ ტოტენჰემმა დაახლოებით 30 მილიონი ფუნტი გადაიხადა 18 წლის ფეხბურთელში, ბევრს ამბობს არჩი გრეის მიმართ არსებული მაღალი შეფასების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ის ლონდონურ გუნდს ჯერ კიდევ თინეიჯერობის ასაკში შეუერთდა, ლიდს იუნაიტედში გამართულმა თამაშებმა გრეის ასაკთან შედარებით დიდი სიმწიფე და საფეხბურთო IQ დაგვანახა. არჩი გრეი 2006 წელს საფეხბურთო ოჯახში დაიბადა და მხოლოდ 15 წლის ასაკში ის მარსელო ბიელსამ ლიდსელების სათადარიგოდ დაასახელა, თუმცა დებიუტი მთავარ გუნდში მხოლოდ 17 წლის ასაკში ჰქონდა. შემდეგ კი 55 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე ლიდსის მაისურით და 2 გამოძახება დაიმსახურა ინგლისის 21 წლამდელთა ნაკრებში. სწორედ ამ ეტაპზე გამოჩნდა ტოტენჰემი, რომელმაც მაშინდელი მთავარი მწვრთნელის პოსტეკოგლუს თქმით, ინტელექტუალური მოთამაშე დაიმატა. არჩი გრეიმ 2024 წელს წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდო მოიპოვა ინგლისის მეორე დივიზიონში, ხოლო ჩრდილო ლონდონურ კლუბში ტრანსფერიდან პირველივე წელს ევროპა ლიგის დასაკუთრებად შეძლო. აქედან გამომდინარე არჩისგან თანატოლების წინააღმდეგ საუცხოო ფეხბურთს ელოდებიან. მეოთხე ადგილი ტინო ლივრამენტო 40 მილიონი ევრო, ნაკრები ინგლისი. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული და სანდომცველი ტინო ლივრამენტო მტკიცე ვარდნებით გამოირჩევა. ის ბავშვობიდან ჩელსის გულშემატკივარი იყო და ახალგაზრდული კარიერა სწორედ ჩელსის აკადემიაში გაატარა. ახალი კონტრაქტის გაფორმება ვერ მოხერხდა და 2021 წელს მან დასავლეთ ლონდონი დატოვა და საუთჰემპტონს შეუერთდა. სენტ მერის სტადიონზე ჩატარებული სადებიუტო სეზონი ძალიან შთამბეჭდავი იყო, თუმცა მძიმე მუხლის ტრავმამ ლივრამენტო წელიწადზე მეტი ხნით ჩამოაშორა მოედანს. შემდეგ კი გასულ ზაფხულს ის ნიუკასლ იუნაიტედში გადავიდა დაახლოებით 32 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ. ნიუკასლის ფეხბურთელს აქვს უნარი შეტევაში შეიტანოს მნიშვნელოვანი წვლილი. მისი სისწრაფე და პასის ხილვის უნარი მას საიმედო შემოქმედებითი იარაღად აქცევს მაშინ, როცა წინ წასვლის თავისუფლება ეძლევა და ბოლო მესამეში თამაში ერთვება. მას აქვს ძლიერი დაცვითი უნარები და აგრეთვე აქტიური შემტევი მიდგომა, რაც მას საკვანძო მოთამაშედ აქცევს როგორც კლუბისთვის, ისე ნაკრებისთვის. ლივრამენტო ცნობილია თავისი სისწრაფით, მოქნილობითა და წინ წასვლის უნარით, რაც შეტევას ფრთიდან სიგანეს ანიჭებს. ის ასევე გამოირჩევა კარგი პასითა და ზუსტი ჩაწოდებებით. მესამე ადგილი კასტელო ლუკება 40 მილიონი ევრო, ნაკრები საფრანგეთი. ლუკებამ საფეხბურთო გზა ლიონის აკადემიაში დაიწყო და ეტაპობრივად დაწინაურდა პირველ გუნდში, სადაც 2021 წელს ჰქონდა დებიუტი. მას უკვე ჩატარებული აქვს 2 სრული სეზონი ლიგა 1-ში, ასევე 1 სეზონი ევროპა ლიგაზე, რის გამოც არაერთი კლუბის ინტერესი დაიმსახურა. ის ცაცია და ბურთის ფლობისას ძალიან თავდაჯერებულად გამოიყურება, რაც ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც ის მრავალ გუნდს აინტერესებს. ლუკებას ძლიერ მხარეებს მიეკუთვნება როგორც ბურთის ფლობაში თამაში, ასევე ფლობის გარეშე პოზიცია დაცვა. როცა ლუკებას თავისი ძირითადი დაცვითი ფუნქციის შესრულება უწევს, მას მრავალმხრივი შესაძლებლობები აქვს. განსაკუთრებით გამოირჩევა მეტოქით პასების წაკითხვის უნარით. თამაშში საშუალოდ 2.3 ჩაჭრას ასრულებს. ის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ცენტრალური მცველია ამ კომპონენტში მთელ მსოფლიოში. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მისი ფლობის დიდი ნაწილი ვერტიკალური გადაადგილებისკენ არის მიმართული. ძალიან პოზიტიური ნიშანია, როდესაც ახალგაზრდა მცველს უკვე აქვს ჩამოყალიბებული პროგრესული შემტევი აზროვნება. და ბოლოს ხაზგასასმელია, რომ ლუკებას პასების სიზუსტე დაახლოებით 90%-ში ადგენს, რაც მსოფლიოს ცენტრალურ მცველებს შორის ტოპ 10-ში აყენებს. ახალგაზრდა მცველისთვის ეს უკიდურესად იმედისმომცემი და პოზიტიური ნიშნებია. მეორე ადგილი ჯოვანი კენდა 45 მილიონი ევრო, ნაკრები პორტუგალია. ლისაბონის სპორტინგს რომ ფლანგის შემტევების აღზრდის დიდი ტრადიცია გააჩნია, ამას კრიშტიანო რონალდუს გარდა ლუიშ ფიგუს, რიკარდო ქუარეჟმას და ლუიშ ნანის მაგალითებიც დაგვიდასტურებს. მათი ტრადიციის გამგრძელებლად კი ადგილობრივებს ჯოვანი კენდა ესახებათ, რომელიც ფლანგზე უბრალოდ შეუდარებლად ძლიერი კადრია. 14 საგოლე ქმედება 24 თამაში 23 წლამდე გუნდში, ხოლო დაახლოებით 16 წლის ასაკში უკვე ბ გუნდში ითამაშა ლიგა 3-ში, რითაც ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე
მოთამაშე გახდა ამ შემადგენლობაში სპორტინგის მაისურით. სეზონის ბოლოს ამ ყველაფერს დაამატა 4 გოლი 9 შეხვედრაში. მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა აღიარა მისი სწრაფი წინსვლა და აღნიშნა, რომ შეუდარებელი ხარისხი და შემოქმედებითი გონება გააჩნია, რის გამოც მანჩესტერ იუნაიტედი, სადაც ამჟამად რუბენი მუშაობს, აქტიურად ინტერესდება მისი დამატებით. კენდა მომავალ სეზონს გიორგი ქოჩორაშვილთან ერთად ჩაატარებს და საინტერესო იქნება ქართველი საყრდენისა და უნიჭიერესი პორტუგალიელი ფლანგელის ტანდემი, როგორ სამსახურს გაუწევს ლისაბონის სპორტინგს. პირველი ადგილი ეთან ნუანერი 55 მილიონი ევრო, ნაკრები ინგლისი. ეთან ნუანერი არის ფეხბურთელი, რომელსაც ასაკისთვის შეუფერებელი უნარები გააჩნია. ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც პრემიერ ლიგაში ითამაშა. არსენალის მაისურით შეცვლაზე შემოვიდა სულ რაღაც 15 წლის ასაკში. მან 16 მატჩში 12 გოლში მიიღო მონაწილეობა 18 წლამდე პრემიერ ლიგაში, რის შემდეგაც გადავიდა პრემიერ ლიგა 2-ში. ეთანი არის სხვადასხვა ტიპის თვისებების უნიკალური ნაზავი. ტალანტი, რომელსაც ჯერ კიდევ სჭირდება ჩამოყალიბება კონკრეტულ როლში. მას აქვს ტექნიკური ოსტატობა და ბურთის ახლო კონტროლი, რაც ტიპური ათიანების მსგავსია. შეუძლია როგორც ცენტრალურ, ასევე ფლანგურ ზონებში კომბინაციებში ჩართვა. ამავდროულად გამოირჩევა სიმშვიდით და მომწიფებულობით, რაც საშუალებას აძლევს დაეხმაროს როგორც პირველ, ასევე მეორე ფაზაში. ასაკთან შედარებით, რაც ნუანერს ნამდვილად გამოარჩევს, არის მისი ფიზიკური კონდიციები. 16 წლის ასაკში საკმარისად ძლიერია, რომ ბურთი დაიცვას და ბრძოლაში გაძლოს უფროსი მეტოქეების წინააღმდეგ. ინგლისის 17 წლამდე ნაკრებში ამას ხშირად იყენებდა ჯარიმების გამოსაწვევად და ბურთის დასაჭერად. ეს მნიშვნელოვანი უნარია თანამედროვე ფეხბურთში, სადაც ბურთის შენარჩუნება გადამწყვეტ როლს თამაშობს და ნუანერი ამაში უკვე ბრწყინვალედ ჩანს. ცოტა ფეხბურთელია მსოფლიოში, ვისაც ამ ასაკში მისი ტექნიკური უნარები და ფიზიკური სიძლიერე აქვს. ამ ყველაფრის გამოსწორების მარტივი გზა კი დროა. რაც უფრო მეტ თამაშს ჩაატარებ, მით უკეთესად შეიგრძნობს, როდის უნდა წავიდეს დუელში და როდის არა. საბოლოოდ ნუანერი არის უმაღლესი დონის ტალანტი. მას უკვე გააჩნია ყველა საჭირო ატრიბუტი, რომ გახდეს არსენალის ძირითადი მოთამაშე, თუმცა ამ თვისებებს კიდევ უფრო განვითარება სჭირდება. ის უკვე საკმაოდ მომწიფებულია, მაგრამ მისი ასაკი მაინც იჩენს თავს. დროის მატებასთან ერთად ეს ნაკლოვანებები გაქრება. 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატი იდეალური ტურნირია მის ტალანტზე დასაკვირვებლად და დიდი ინტერესით ველით, როგორი მოთამაშე ჩამოყალიბდება მისგან.